შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს და დიდი ოდენობით ფულადი თანხა მიიტაცეს. მათი დაკავება პოლიციამ რამდენიმე წუთში შეძლო შემთხვევის ადგილთან ახლოს ტაქსით გადაადგილებისას. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი აცხადებს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არ არის და არც მომავალში იქნება პოლიტიკური აქტივიზმისა და პირადი ამბიციების დაკმაყოფილების ასპარეზი. არც რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან აფილირებული ადამიანების კლუბი და არც რიგით 110,000 არასამთავრობო ორგანიზაცია. ის განცხადებით პასუხობს კრიტიკას, რომელიც ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნების წინ ისმის. ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, უტყუარად დადასტურდა, რომ შსს კამიტი საქართველოში არათუ არასდროს გამოუყენებია, არამედ არც არასდროს შემოუტანია. მან ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აქციების დროს პოლიციის მიერ კამიტის შესაძლო გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია. ინდოეთის გოას რეგიონში პოპულარულ ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. დაღუპულთა უმეტესობა სავარაუდოდ კლუბის თანამშრომლები არიან. დაღუპულთა შორის არიან ტურისტებიც. დაშავებულია 6 ადამიანი.